ვისაუბროთ რაღაცა 30 ხო, ხო. 20-30 წლიანი პერსპექტივით, ხო? დრონების მართვის სისტემების ინტეგრაციას ადამიანის ნერვულ სისტემასთან, ანუ ტვინიდან წამოსული იმპულსებთან, ტვინის ნეირონულ სისტემასთან. ტანკები, აი წეღარ ვსაუბრობდი, ტანკები გამოაგდო, ხო? ბრძოლის ველიდან დრონებმა, ტანკები ტრანსფორმირდება, სხვადასხვა ჯავშან ტექნიკა ტრანსფორმირდება, მისი აქტიური დაცვის სისტემები ტრანსფორმირდება და ტანკების თავმოყრილების სიტყვაზე, ან ეხლა არსებული ტანკების ბაზარში შექმნილი მოდიფიცირებული სისტემები ბრძოლის ველზე მაინც იქნება ერთ-ერთი მთავარი ტაქტიკური ელემენტი სახმელეთო კომპონენტში, იმიტომ რომ კონკრეტულ ტერიტორიას მაინც დაკავება ჭირდება და ყოველთვის იქნება რაღაცა ტიპის სამიზნები, სადაც ტანკი იქნება მნიშვნელოვანი რა. და განვითარდება უკიდურესად ერთეული ჯავშან ტექნიკის დაცვის სისტემები ათეულობით დრონის მოგერიებისთვის. ათეულობით იქნება თითოეულ ჯავშან მანქანაზე დრონს აწინააღმდეგო საბრძოლო მასალები. ეხლა როგორც არის მაგალითად აქტიური დაცვის სისტემები, კუმულაციური ჭურვების ჩამოსაყრელად. ზოგ შემთხვევაში 4 ცალია ხომ, 8 ცალი, 12 ცალი იდეალურ შემთხვევაში ტანკებზე ესენი გაიზრდება, შემცირდება ზომაში და გაიზრდება რამდენიმე ათეულამდე. რომ სხვადასხვა ტიპის FPV დრონები და მსგავსი დრონები მარტივად იქნას მოგერიებული ჯავშან ტექნიკის მიერ თვითონ. დამატებითი დამხმარე მანქანები გამოჩნდება, რომელიც ბრძოლის ველზე აი ასეთი დაცვის სისტემებით მხარდაჭერას გაუკეთებს ჯავშან ტექნიკას, როგორც რებ სისტემებით, ასევე hard-kill ელემენტებით, ანუ უშუალოდ მომაკვდინებელი ელემენტებით ზემოქმედების სისტემები ექნება ზედა კონკრეტულ არეალებს გადაგიფარავს და იმ არეალში მოქმედ ჯავშან მანქანებს და ძიმე ჯავშან ტექნიკის რობოტიზაციით გაგრძელდება მუშაობა. რუსული არმატას ტიპის ტანკი სამკაციანი ეკიპაჟით, რომელიც კოშკში ზის და მთლიანად რობოტიზებული კოშკურით.